ტვირთული ღონისძიება არის, ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვთ, მით უფრო რომ დევნილი ქალების მეტი ინტეგრაცია და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მე როგორც ქალი სოლიდარობას ვუცხადებ დევნილ ქალებს და ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი წარმატებები ელოდება წინ. ყოველს დიდ წარმატებას ვუსურვებ. დღეს გაიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ მხარდამჭერილი პროექტის ფარგლებში კვლავ გამოფენა, კვლავ იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების ნამუშევრების, ძალიან საინტერესო ნამუშევრებია, მე ვფიქრობ, ამაში თქვენ თვითონაც დაარწმუნდებოდით. პროექტის მიზანი იყო და მის შედეგად ხელი შეეწყობა კონფლიქტით დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების ნამუშევრების პოპულარიზაციას, მათ თვითრეალიზებას შეუწყებს ხელს და ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციას. სამეგრელო ზემოსვანეთში მცხოვრები ქალბატონები არიან და ახალგაზრდა გოგონები და ვფიქრობ, რომ გმირობა, როდესაც აი ასეთ ხელოვნების ნიმუშებს ქალბატონები, რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფიდან, კონფლიქტით დაზარალებულები, ქმნიან ასეთი ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშებს. 6 წელია მუშაობ ჩემი მიმართულებით, ვარ მეწარმე ქალი და ვამზადებ ხელნაკეთ ნივთებს, ასევე ვასწავლი დევნილ ქალებს, სოციალურად დაუცველებს, სხვადასხვა ხელსაქმეს. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ჩემთვის დღევანდელი დღე, გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებთანაც ვფიქრობ სამომავლო გეგმებზე. ვუსურვებ ძალიან ხშირად გამართოს ასოციაცია იმედმა ესეთი საინტერესო გამოფენები, რომლებიც ხელს უწყობს დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და მოწყვლად ჯგუფებს ინტეგრაციისთვის და ასევე თავისი თავის უკეთ წარმოჩენისთვის.